საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. თბილისში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არფინე სარქისიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს რეადმისიის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიგრაციული ნაკადების უფრო ეფექტურად მართვას ისახავს მიზნად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გვირგვინით შეამკეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი. ვიზიტის დასასრულს არფინე სარქისიანმა და გეკა გელაძემ პირისპირ შეხვედრაც გამართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არფინე სარქისიანთან შეხვედრაზე დადებითად შეაფასა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულება და იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულება მალე გაფორმდება. კობახიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის მნიშვნელობას და დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგსა და რეგიონულ სტაბილურობას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე. სომხეთის მთავრობა ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სომეხი მესაზღვრეების გარეშე შეუფერხებლად უნდა იმოძრაონ. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრეს-სპიკერმა ამ მოთხოვნას ფარული ტერიტორიული პრეტენზია უწოდა და განაცხადა, რომ ის მიუღებელია და ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების სულისკვეთებას. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი პირი და ტვირთი სავალდებულო, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. მანამდე სტეფანაკერტში გამართულ ფორუმზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მან აბუ-დაბიში ფაშინიანთან შეხვედრაზეც გაიმეორა. ერევანი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი ვარიანტი არასდროს განიხილულა. სომხეთის ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ფაშინიანი საზოგადოებას ატყუებს და მზად არის ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს, რათა წინა საარჩევნო პერიოდში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს. ამერიკული გამოცემა Forbes აანალიზებს ვაშინგტონის გაბედულ წინადადებას ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის 100 წლიანი იჯარით აღების შესახებ და მას ეშმაკურ ხრიგს უწოდებს, რომელიც ერთდროულად მოსკოვისა და თეირანის წინააღმდეგაა მიმართული. სტატიის ავტორის შეფასებით ეს პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის შემცირებას და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის დივერსიფიკაციას. ამერიკული მხარის იდეით გზის მართვა კერძო ამერიკულ კომპანიას უნდა გადაეცეს, რაც უსაფრთხოების გარანტი იქნება ბაქოსთვის და ამავდროულად ერევანს ნომინალური სუვერენიტეტის შენარჩუნების საშუალებას მისცეს. თუმცა პროექტის განხორციელებას მხარეთა დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები აფერხებს. აზერბაიჯანი ექსტერიტორიულ დერეფანს ითხოვს, სომხეთი კი სუვერენიტეტის დათმობაზე კატეგორიულ უარს ამბობს. Forbes-ის ანალიზით, დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში ირანმა შესაძლოა სატრანზიტო როლის 30%-მდე დაკარგოს, ხოლო რუსეთის ზარალმა ენერგეტიკული ბერკეტების შესუსტებით წელიწადში $20 მილიარდ მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტის წარმატების შანსი ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით 50%-ს არ აღემატება. გაეროს გარანტიების არსებობის შემთხვევაშიც კი. ქრისტიანული სოლიდარობის საერთაშორისო ორგანიზაციამ სხვა ორგანიზაციებთან ერთად სომხეთის მთავრობას მიმართა და მოუწოდა შეწყვიტოს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მისი მხარდამჭერების დევნა. განცხადებაში ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებისა და ცნობილი ბიზნესმენის სამվել კარაპეტიანის თვითნებური დაკავებების, მათი ქონების ჩამორთმევისა და პოლიციის მიერ ეჩმიածინის ტერიტორიაზე ჩარევის გამო.
უფლებადამცველები ითხოვენ სამվել კარაპეტიანის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მთავარ ეპისკოპოსების მიქაელ აჯაპარიანისა და ბაგრატ გალასტიანიანის გათავისუფლებას და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, ეკლესიის შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევის, მათ შორის სასულიერო პირების დისკრედიტაციისა და ეკლესიის ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობების შეწყვეტას. სომხეთში ხელისუფლებასა და ეკლესიის შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის პირადად უხელმძღვანელებს საპატრიარქოს გათავისუფლების პროცესს ისევე, როგორც სომხეთი გაათავისუფლა სერჟ სარქისიანისაგან. ამ განცხადებას ეკლესიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ პრემიერის ხელისუფლება დროებითია, ხოლო კათოლიკოსის მსახურება სამუდამოა. ვუყუროთ ჩვენი კოლეგას ანა ჰარუთუნიანის რეპორტაჟი. მართი ქარცნუმენ ასმენ որ ասել եք առաջնորդելու եք ხალხი მეკითხება, ამბობენ, რომ თქვით საპატრიარქოს გათავისუფლების პროცესს უხელმძღვანელებთო, როგორ გაათავისუფლებთ? ისევე როგორც სომხეთი გავათავისუფლებს სერჟ სარქისიანისგან. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საპატრიარქოს გათავისუფლების შესახებ კვლავ დაამატა ზეთი ეკლესია ხელისუფლების დაპირისპირების ცეცხლში. მამა არარად ქაჰანა პოღოსიანი გამოეხმაურა და თქვა: პრემიერ-მინისტრის ხელისუფლება დროებითია, კათოლიკოსი კი არ მსახურობს, არამედ მსახურებს სამუდამოდ. ეკლესია პარტია არ არის. ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია ან სტრუქტურა, რომლის მიზანით შეიძლება იყოს ხელისუფლების დაპყრობა და რომლის ლიდერით შეიძლება შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ან პოლიტიკური ზეწოლის შედეგად. მღვდლის თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელისუფლება სახალხო არჩევნებიდან მომდინარეობს, მაშინ როდესაც კათოლიკოსის ავტორიტეტი რწმენასა და საეკლესიო წესრიგზეა დაფუძნებული. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დებატები ნიჟნი ნოვგოროდის სურბ ამენა ქიჩის ეკლესიაში ინციდენტში გადაიზარდა. მამა სებეოს ქახანა ღალაჩიანმა უარი თქვა ბავშვის მონათვლაზე, რომლის ნათლიაც სამოქალაქო ხელშეკრულების დეპუტატი ნარეგ გრიგორიანი იყო. ის დამპირდა, რომ უწმინდეს კისრით დაიჭერდა და გარეთ გააგდებდა. მქონდა თუ არა უფლება მიმეცა მისთვის ნება ნათლია გამხდარიყო? მღვდელმა აღნიშნა, რომ ნათლია უნდა იყოს ქრისტიანი, რომელსაც შეიძლება გახდეს სულიერი მშობელი, სულიერი მაგალითი. მისი თქმით, დროა ეკლესიამ ნათლიობისთვის გარკვეული წესები შემოიღოს. მოცემული პიროვნება რამდენადაც არ უნდა თქვას. მე სომხური ეკლესიის შვილი ვარ, არ მინდა ასეთი შვილების სახელი ვახსენო, რომლებიც ჩვენ სახს ანგრევენ, რომ ის დაამოწმებს, რომ ქრისტიანია. ეს უნდა გადამოწმდეს. ნარეგ გრიგორიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა ინციდენტი და თქვა, რომ საქციელისთვის დასჯის. მე მას ვუთხარი სატანა, ვინც არ უნდა რომ ბავშვი მოინათლოს და ქრისტიანი გახდეს, ის სატანაა. საზოგადოებრივი რისხვით მიტინგს მოვაწყობ, ვიტყვი, ეს მღვდელი აქ არ უნდა მუშაობდეს, რადგან არ უნდა რომ ადამიანი ქრისტიანი გახდეს. ინციდენტს სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციიდან ვაჰაგან ალექსანიანიც გამოეხმაურა და მიულოცა ბავშვს, რომ ამ მღვდლის ხელით არ მოინათლა. ნება მომეცით მივულოცო იმ პატარას, რომელიც ამ მღვდლის ხელით არ მოინათლა, რადგან გარწმუნებთ, კონკრეტულად ამის მონათლულის შემდეგ ბავშვი კიდევ რამდენჯერმე უნდა მოინათლოს, რომ წმინდა ნათლობა მიზანს მიაღწიოს. პრემიერ-მინისტრ კათოლიკოსის დაპირისპირება ფაქტობრივად სამოქალაქო ხელშეკრულების დეპუტატები მღვდლების დონეზე გრძელდება. სომხეთის ელექტროქსელებში დროებით მმართველად სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რომანოს პეტროსიანი დაინიშნა. მან მუშაობა დღეიდან დაიწყო. პეტროსიანის განცხადებით კომპანიაში მასობრივი შემცირებები არ იგეგმება და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს სანერვიოლო არაფერი აქვთ. თავის მხრივ სომხეთის ელექტროქსელების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ღაზინიანი კომპანიის ნაციონალიზაციისა და მისი მფლობელის სამվել კარაპეტიანის დაკავებას პოლიტიკურ პროცესად აფასებს. მან განაცხადა, რომ კომპანიის გუნდი გააგრძელებს მუშაობას და მფლობელის უფლებების დაცვას. ახალი მმართველის დანიშნვასთან დაკავშირებით პეტროსიანმა აღნიშნა, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, ხოლო მის პოლიტიზირებას მფლობელები და მათი აფილირებული წრეები ახდენენ.
ცნობისათვის ტაშის ჯგუფმა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა კომისიის განმარტებით გასაჩივრება გადაწყვეტილების აღსრულებას არ აჩერებს. კომპანია ასევე გეგმავს საერთაშორისო არბიტრაჟისათვის მიმართვას. ერევნის პოლიციამ რუს სამხედროებს რუსეთის არმიის დეზერტირი სემიონ სუბოტინის გატაცების საშუალება არ მისცა. ინციდენტი 20 ივლისს მოხდა. 24 წლიანი სუბოტინი, რომელიც თებერვლიდან იძებნებოდა დროებითი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლეს, რა დროსაც უფლებადამცველებმა შენობასთან რუსი სამხედროები შეანიშნეს. მათი შეტყობინების საფუძველზე სომხეთის პოლიციამ სუბოტინი უსაფრთხოების მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, რითაც მისი შესაძლო გატაცება აღკვეთა. ახლა რუსეთს 40 დღიანი ვადა აქვს სუბოტინის ექსტრადიციის ოფიციალურად მოთხოვნისათვის. საკითხს მოთხოვნის შემთხვევაში სომხეთის სასამართლო განიხილავს. ცნობისათვის წარსულში რუს სამხედროებს სომხეთის ტერიტორიიდან დეზერტირები არაერთხელ გაუტაციათ და გიუმრის სამხედრო ბაზის გავლით რუსეთში გადაუყვანიათ. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.